მშვიდობის ამეგობრებო, როგორც დაგვიდით, აბა ვნახოთ სავსე მთვარე არის თუ არა. არ არის წითელი. ასე რომ სავსე მთვარე არ არის წითელი. ეს იმას ნიშნავს, რომ იმის არ იყოს მეუფე ვიღაცასი, რომ აბა ქართველებო, ყოჩახთ ქართველებო, თქვენი დამსახურებაა, რომ გადავდეთ მეორეთ მოსვლა. არა, მთლად არ არის, მაგრამ წითელი მთვარე არ არის. წითელი მთვარე არ ყოფილა. მხოლოდ ამოსვლისას იყო წითელი მთვარე. ძალიან მოწითალო მთვარე იყო და ეხლა ვხედავ, რომ აღარ არის წითელი, გადაუვიდა ფერი. აი ნახეთ, ჩვეულებრივად მთვარის ფერი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წელს ჯერჯერობით მშვიდად ჩაივლის ეს წელი. არანაირი დიდი ცვლილებები, აი დიდი ცვლილებები ისედაც დაწყებულია, მაგრამ ის ცვლილებები, რომლებიც უნდა დაიწყოს წესით, ამ აგვისტოში არ დაიწყება. თუმცა ძალიან ბევრი ცვლილებები არის დაწყებული და ძალიან დიდი ცვლილებები არის დაწყებული უკვე. ამას თქვენი თვალითაც მიხვდებოდით და თქვენი გონებითაც, რომ დაწყებულია ცვლილებები. მე რა მინდა იცით, მე დღეს რას მივხვდი? მე დღეს მივხვდი ერთ რამეს რა. მქონდა ესეთი შემთხვევა. ვიყავი გასვენებაში და ამ გარდაცვლილ ადამიანს რომ შევხედე, მქონდა ესეთი შეგრძნება, რომ ეს ადამიანი არის ცოცხალი. და ეს რომ გავაჟღერე ხმამაღლა, იმიტომ რომ ძალიან ახლო მეგობარი იყო ის, ვისი დედაც გარდაიცვალა, ხო? ამ ადამიანმა გაიგო მე რაც ვთქვი, მაგრამ იქაურებმა, ანუ მის გვერდში ვინც იდგა, მიიღეს ძალიან ესეთი როგორ იცი, რომ აი რას ლაპარაკობთ, ქალბატონო, როგორ შეიძლება ესეთ აზრებს რატო უბეჭდავთ ადამიანს თავში, ხო? კრიტიკულად, ძალიან კრიტიკულად მიიღეს და მე ერთ რამეს მივხვდი, რომ თუ კაცობრიობა ჯერ მზად არ არის, მათი დანახული თვალიდან დავინახე ჩემი თავი. რომ აი რა გაცოცხლებაზე და რა სიცოცხლეზე ვსაუბრობ. როცა ქრისტე ამბობს, რომ როდესაც პატარა გოგო გარდაიცვლება და ეუბნება ამ გოგოს მამა, რომ მოკვდაო და მიშველეო, გამიცოცხლეო, ქრისტე ეუბნება ესეთ სიტყვებს, არ გარდაცვლილაო, მან მიიძინაო, მას უბრალოდ ძინავსო. შემდეგ მიდის ამ პატარა გოგოსთან და აცოცხლებს, რაღაც სიტყვებს ეუბნება, რომელიც პირდაპირ მისცემს ამ გოგოს იმის ძალას, რომ გაცოცხლდეს რა. და აი ეს შეგრძნება განვიცადე მე დღეს, რომ კაცობრიობა ჯერ მზად არ არის ამისთვის. მე აი დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ადამიანს ახლა ვისაც ვასაფლავებთ, აი ეს კოდიური სიტყვები რომ უთხრათ აღდგება და გაივლის ფეხზე, მაგრამ მარტო იმის გაჟღერებაზე რომ მე ეს ვთქვი, რომ არ არის ეს ადამიანი მკვდარი და თან რა ვიკითხე იცით, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდა მეთქი ამ ადამიანს თქო და არაო. აბა როგორ დაასკვნით რომ მკვდარია თქო რა და სასწრაფო არც კი შეეხო ისე გითხრა ნიშნებით, რომ ეს ადამიანი მკვდარიაო და კი, მაგრამ მე ვთქვი, არც გული გაუსინჯა, არაფერი, არ შეეხო საერთოდო და წარმოიდგინეთ, რომ ეს შეგრძნება მე რაც დამეუფლა, რომ ეს ადამიანი აი ცოცხალია ჯერ კიდევ. არის ის შეგრძნება, როცა ადამიანი გრძნობს შინაგანად, ნებისმიერ გარდაცვლილს 10 დღემდე თუ იცი და იმ რწმენით ეტყვი, კოდური სიტყვები თუ იცი და იმ რწმენით ეტყვი, რომ აღსდექი და გაიღვიძე, ეს ადამიანი ადგება და გაიღვიძებს, მაგრამ თუ საზოგადოება მზად არ არის ამისთვის, მაშინ ეს ძალიან დიდ შოკს გამოიწვევს
საზოგადოებისთვის ასეთი ქცევა. მე უბრალოდ ყველა ნებისმიერ გასვენებაში, როცა გარდაცვლილს ვხედავ, მე ვხედავ იმ პოტენციალს, რომ გარდაცვლილს შეუძლია გაცოცხლდეს. მაგრამ მე ვხედავ იმ ფაქტსაც, რომ საზოგადოება ჯერ მზად არ არის საკრალური თემების გახსნისთვის. მისთვის დიდი შოკი იქნება, მაგრამ ხდება ესეთი შემთხვევები, რომ ვითარება ამცილებს კაცობრიობას, რომ კაცობრიობისთვის ეს მომენტი, რომ მკვდარი გაცოცხლდეს, არ იყოს რაღაც შოკი, არამედ იყოს ჩვეულებრივი ფაქტი. ამზადებს ამისთვის. დღეს მე ეს ვიგრძენი, რომ საზოგადოება მზადდება იმისთვის, რომ გარდაცვლილის ფეხზე წამოყენება ეს ჩვეულებრივი მომენტია. არ დაემორჩილო გვამს, არ დაემორჩილო სიკვდილს, როცა ქრისტე არიგებს მაგდალინეს. მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამისათვის საზოგადოება მზად უნდა იყოს. არსებობს ესეთი მომენტი, მე პირადად მომიყვნენ, ამ ადამიანმა მომიყვა პირადად, რომ როდესაც ის ახალგაზრდობაში იყო, დაახლოებით არასრულწლოვანი იმ დროს გარდაიცვალა, ბები ამისმა ასეთი რამ განაცხადა. ჩვენ ამას არ დავასაფლავებთ, ეს ბავშვი არის ცოცხალი. და ეს ადამიანი მიყვება, რომ 40 დღე და 40 ღამე ამ ბებიას მოსდიოდა, ესე იგი ნიშნები, რა უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ ამ ბავშვის გვამი განეწმინდა და რაღაცა ყვავილის ნაყენებს პირში ასხავდა. ხან რას უკეთებდა და ბებია ხვდებოდა, რომ ეს ბავშვი ცოცხალი იყო იმით, რომ პირზე სარკეს ადებდა და სარკე იორთქლებოდა. ესე იგი 40 დღის მერე ეს ბავშვი გაცოცხლდა ჩვეულებრივად. წარმოგიდგენიათ, ეხა არის ესეთი შემთხვევები, რომ ეს ბავშვი გადაარჩინა ბები ამისა. იმიტომ რომ ამ ბებიასაც ქონია ესეთი შემთხვევა, რომ კლინიკური სიკვდილი დაემართა, გაჩერებულია ყველაფერი, გული, ყველაფერი გაჩერებულია, უბრალოდ რამდენიმე ხანში ცოცხლდები. ეს როგორ ხდება, ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ხდება ასეთი შემთხვევები და იცით რა არის, მეგობრებო? ყველაფერი არის რწმენა. ამ ბავშვის ბებიას იმდენად რწმენა ქონდა, რომ ეს ბავშვი გაცოცხლდებოდა, რომ მის სულს არ მისცა იმის უფლება, რომ გვამს დამორჩილებოდა და სიკვდილს დამორჩილებოდა. ხვდებით რა მოხდა? მე ვამბობ ასეთ, საზოგადოება თუ არ არის მზად, რომ შენ ისევ გაცოცხლებული გიხილოს, შენი საქმე წასულია. არ გაძლევს საზოგადოება იმის საშუალებას, რომ შენ გაცოცხლდე. ამ საზოგადოებას რწმენაში, რომ ქონოდა ის, რომ ცოცხალი, აი მე ხომ ჯეროდა ეს, ამ ქალბატონსაც ჯეროდა, რომლის დედაც გარდაიცვალა, მაგრამ დანარჩენ ყველას არ ჯეროდა ის, რომ შეიძლება ცოცხალი იყოს ეს ადამიანი, ხო? 4 დღის მკვდარია სულ რაღაც 4 დღის მკვდარია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, 10 დღეში გვამის გაცოცხლება შეიძლება. მაგრამ თუ საზოგადოება ამისთვის მზად არის. აი ეს არის დღეს რაც მინდოდა მეთქვა. ჩემი აზრით საზოგადოებრივი სულიერი მდგომარეობა მზადდება იმისთვის, რომ დღეს რასაც სასწაულებს ვუწოდებთ სასწაულებს, ის რაც ნორმაა, ნორმალური მდგომარეობა ვიხილოთ, ისე რომ სასწაულები არ გვეგონოს. ჩვენ ვუბრუნდებით ნორმას. თუ ჩვენ გამოვალთ აი ამ შოკიდან, რომ ეს დოგმა ჩაგვიდეს, ის დოგმა გვასწავლეს, ის დაგვაპროგრამეს, აი ამ პროგრამებს მოვიხსნით და უკვე ის რომ მკვდარი გაცოცხლდეს, იქნება ძალიან ჩვეულებრივი
ნორმა ძალიან მალე. ამისათვის საზოგადოება მზადდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მადლობა უფალსამისათვის. დიდება შენ და უფალო ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, მამა, ძე და სული წმინდა. მოვემზადოთ ხალხო. მოვემზადოთ. მკვდრები გაცოცხლდებიან. ეს ვიგრძენი მე დღეს. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ ეს. თუ ჩვენ არ ვირწმუნეთ, ვერც მკვდრები გაცოცხლდებიან და ვერც ვერაფერს ვიხილავთ, ვერც ქრისტეს ვიხილავთ და არც მეორედ მოსვლა იქნება. შენ თუ გინდა ქრისტეს ნახვა, შენთვის ის რომ მკვდარი გაცოცხლდეს, მაშინ უნდა იყოს როგორც ჩვეულებრივი საკითხი რა. თუ შენთვის არ არის ეს ჩვეულებრივი საკითხი და გაშინებს ეს ამბავი ჯერ, შენ ქრისტეს ნახვისთვის მზად ჯერ არ ხარ. ამიტომ ამბიონებიდან კვლავ მოგიყვებიან ზღაპრებს. მადლობა ქართველებო თქვენ, რომ კიდევ ერთხელ გადაიდო მეორედ მოსვლაო. და სანამ ეს ზღაპრები არ მოგბეზრდებათ, მანამდე თქვენ იქნებით ერთი და იგივე ზღაპარში გამოკეტილი. წავედი, გაკოცეთ.